რადიო კალენდარი. მოგესალმებით, საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ გადაცემას რადიო კალენდარი. ილია თაუბერიძე გესაუბრება, ანა გეგენავა გახლავთ ჩვენი ხმის რეჟისორი. ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა. რადიო კალენდარი. წელს 90 წელი შეუსრულდებოდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ძველი ქართული მწერლობის და ქართული ლიტერატურულ-ესთეტიკური აზროვნების კვლევარს ბატონ რევაზ სირაძეს. ვინც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ალბათ ყველას ახსოვს ბატონი რეზოს ლექციები, მაშინაც კი როცა სხვა ჯგუფს უკითხავდა, სტუდენტები ხშირად შედიოდნენ მის მოსასმენად. მისი საუბარი ყოველთვის საინტერესო იყო, აზრიანი, მშვიდი, გულთბილი, ისეთი როგორიც გაფიქრებდა და ახალ კითხვებს გიჩენდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი სახისმეტყველება იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომლებსაც დროდადრო უბრუნდები და ყოველი გადაკითხვისას ახალს აღმოაჩენ, ამასთან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის კვლევებს ქართული აგეოგრაფიისა და ძველი ქართული მწერლობის სხვა საკითხებზე, რომლებიც 6 ტომეულით საბედნიეროდ უკვე არის გამოცემული. ბატონი რეზო უპირველესად გამორჩეული პედაგოგი და შესანიშნავი ადამიანი იყო, ბედნიერი ვარ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. ეს ურთიერთობა და მასთან გატარებული დრო ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მოგონებად დარჩა სტუდენტობის პერიოდიდან. ბატონ რეზოს გავიხსენებთ დღეს რადიო კალენდარში ჩვენი სტუმარი გახლავთ ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი ქეთევან გვაზავა, ჩემი თაობის სტუდენტობის მეგობარი თუ შეიძლება სიტყვას. ქეთი, მოგესალმები და დიდი მადლობა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დამთავრდით ამ გადაცემაში მონაწილეობაზე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი სხვათა შორის ვინთვის შემეთავაზებინა, იმიტომ რომ სტუდენტი და თაყვანისმცემელი ბატონ რეზოს საბედნიეროდ ბევრი ყავს და არა მარტო ბატონ რეზოს, ბატონ გრივერს, ბატონ ლაურას, რაღაცნაირად ვერ ვაშორებ ამ სახელებს ერთმანეთს და ამაზეც გვექნება ალბათ საუბარი და თქვენ შეგარჩიეთ იმ ნიშნითაც რომ სტუდენტობის შემდეგ თქვენ დიდი ხანი მასთან თანამშრომლობდით, მეგობრობდით, ჯერ თბილისის უნივერსიტეტში, შემდეგ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. იმედი მაქვს რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივა. საერთოდ სტუდენტობიდან მომყვება ეს ფიქრი და მე არა ვარ ალბათ ორიგინალურიო, თუ კი ძლიერი ერთ-ერთი ქართოლოგიური სკოლა არსებობს, ეს არის კორნელ კეკელიძის მიერ საფუძველი ჩაყრილი ძველი ქართული მწერლობის ისტორიის კვლევის სკოლა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მაშინ ყურადღება ექცეოდა ძველი ტექსტების გამოკვლევას, კოდიკოლოგიურს, წყაროებს, ხელნაწერთა შედარებას, სამეცნიერო გამოცემებს. შემდეგ დადგა დღის წესრიგში ამ ტექსტების ესთეტიკური პრინციპების გამოყოფა, განსაზღვრა, თეორიული გააზრება და ბატონ კორნელის ასპირანტებიდან და სტუდენტებიდან პირველი ვინც ამ გზას დაადგა, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ რევაზ სირაძე, გრივერ ფარლოვ და ლაურა გრიგოლაშვილი და ელგუჯა ხინთიბიძე და სხვები. კორნელ კეკელიძეზე მინდა გავიხსენოთ, ბატონ რეზო წერდა, რომ ჩვენ რამდენად მე შორს თუ ხედავთ იმის წყალობით, რომ გოლიათურ მხრებზე ვდგევართ. ეს იყო მასებლის მიმართ მისი რაღაცა საოცარი შეფასება, რომელიც ყოველთვის იწვევს ჩემში დიდ სიმპათიას მისი პიროვნებისადმი კიდევ ერთხელ. დავიწყოთ აქედან. რა იყო ის მთავარი, რაც ბატონმა რეზომ უკვე როგორც მისმა სამეცნიერო კვლევებმა შემოიტანეს ძველი ქართული მწერლობის კვლევაში. ეს ძავრცელი საკითხია, მაგრამ შევეცდებით რომ ჩავშალოთ მე. ალბათ უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ კომპლექსური მიდგომა იყო მთელი რიგი დარგობრივი დისციპლინების მიმართ და სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის შემდგომ დაიყო კონკრეტულ კათედრებად და ფაკულტეტებად. ბატონი კორნელის დამსახურება არის უდიდესი ძველი ქართული ლიტერატურის კვლევის, სისტემატიზაციის კუთხით და ფაქტობრივად ჩვენ ყველანი, მათ შორის თქვენც და ბევრი ჩემი კოლეგა ვართ ბატონი კორნელის მოწაფეთა მოწაფეები. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული თვალთახედვით უკვე 50-იანი წლებისათვის ბატონი გრივერი, ქალბატონი ლაურა, ბატონი რევაზი, შემდგომ ერთი წლის დაგვიანებით ბატონი ელგუჯა, ბატონი კორნელის ასპირანტები გახდნენ. დღის წესრიგში დადგა გაცილებით მეტი კომპლექსურობით კვლევა ძველი ქართული ლიტერატურისა. მოგეხსენებათ, ქართველოლოგიური და ზოგად მეცნიერული თვალთახედვით მნიშვნელობა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა უკვე ბატონი კორნელის და შემდგომ მისი კოლეგების შრომებში წარმოდგენილი იყო და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რეზონანსირებულია და ასე შემდგომ. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ზოგადად ვთქვათ ბიზანტინისტიკის ისტორიისათვის და ასე შემდგომ. დიფერენცირებული მიდგომა, დარგობრივი დიფერენციაცია, რომელიც საბჭოთა კავშირში
შემუშავდა და იყო ერთგვარი რაღაცა მეთოდოლოგიური კლიშე, შეიძლება ითქვას, რომ ერთი მხრივ პოზიტიური იყო და მეორე მხრივ რაღაც გარკვეული ნეგატიურიც ახლდა, იმიტომ რომ მთელი რიგი საკითხები კომპლექსურად კი არ იკვლევდა, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებებს, არამედ ჩაღრმავებით და კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში. ამოწურა მეტნაკლებად ამ მიდგომამ თავი არა იმიტომ რომ არასწორი იყო, არამედ გარკვეული ბაზა უკვე შეიქმნა კვლევითი დამოკიდებულების კუთხით და აი 50-იანი წლების ბოლოდან უკვე ახალი მიდგომები ჩამოყალიბდა, დღეს რომ ძალიან აქტუალურია, გულისხმობ ინტერდისციპლინურ მიდგომას და ვინაიდან გარკვეული თეოლოგიური მოცემულობა და თეოლოგიური ჭვრეტის ფორმაც ასეთია, რომ სამყარო უნივერსუმი ერთიანია, დარგობრივი მიმართებები, როგორც ანტიკურობაში ჯერ კიდევ კომპლექსურად ცდილობენ სამყარო შეიმეცნონ, აი ასეთი მიდგომა ინტერდისციპლინური გამოიკვეთა უკვე ბატონი რევაზის შრომებში და არა მხოლოდ მის ნაღვაწში, მაგრამ ბატონი რევაზი მაინც გამორჩეულია იმ თვალთახედვით, რომ ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ფილოლოგები ვიჩემებთ მას, მის მოწაფეობას, მის მარადიულ შეგირდობას და ასე შემდგომ, ბატონი რევაზი ასევე არის მნიშვნელოვანი წყარო, როგორც მეცნიერი, მოამაგე და პარტნიორი, დასაყრდენი ავტორიტეტი მთელი რიგი დარგებისათვის, ვთქვათ, ესთეტიკის მკვლევრებისათვის, ხელოვნებაცოდნეებისათვის, თეორიული კვლევის თვალთახედვით, ფილოსოფოსებისათვის, თეოლოგებისათვის. ამდენად მის შემოქმედებით ნაღვაწში მეცნიერული აზრი ხდება კომპლექსური და აი სამყაროს ერთიანობის მიმანიშნებელი. უნდა ითქვას, რომ მეთოდოლოგიური თვალთახედვით მისი ხედვის რაკურსი არის გამორჩეული და შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი დაუდო ახალ მიმართებას ძველი ქართული ლიტერატურის თეორიულ ესთეტიკურ კვლევას და მთელი რიგი თაობები გაიზარდა ფაქტობრივად ამ მეთოდოლოგიით. იცით რა არის საერთოდ მეცნიერება, როგორც ყველაფერი ამ ქვეყნად, მეტნაკლებად დროით არის დასაზღვრული და არსებობენ გარკვეული თვალთახედვით კონცეფციები, შეხედულებები, რომლებიც შეიძლება მორალურად მოძველდეს და მაგალითად ან მსოფლმხედველობრივი თვალთახედვით შეიცვალა დამოკიდებულება, მდგომარეობა და უკვე ვეღარ პასუხობს დროის მოთხოვნებს. აი, უნდა ვთქვა ნამდვილად და პატიოსნად, რომ ბატონი რევაზის ფაქტობრივად არც ერთი ნაშრომი არ არის ინტერპრეტირებული არაჯანსაღად, ან თქვათ არ არის უკუგდებული მისი შეხედულებები, ის პირველადი, ასე ვთქვათ, პირველქმნილი ელვარებით კვლავ თაობიდან თაობაში გადაეცემა, გადმოეცემა და ჩვენც მისი შეგირდები და უმცროსი უმესი კოლეგები ვცდილობთ ერთგვარად მივაწოდოთ, აი ეს ხაზი არ გაწყდეს დაუშვათ კვლევითი დამოკიდებულების, ჭვრეტის, აი ამ კულტურის შემეცნების. აი სახისმეტყველება ვახსენე და როცა ნაშრომებზე ვლაპარაკობთ, ეს არის ერთ-ერთი პირველი წიგნი, ძალიან პოპულარულ ენაზე დაწერილი, თავის ძოზე ეს გამოცემულობა ნაკადულმა გამოსცა სერაფიტას სერიით, ეს იყო ხელოვნების თემებზე გამოცემული წიგნები და უნივერსიტეტში როცა ჩავერცხეთ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ეს წიგნი უკვე ყველას დაკითხული გქონდა. მე ვერ წარმომედგენი აბიტურიენტი, რომელსაც და ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოეფინა ჩვენთვის, ან ბევრ რამე კიდევ უფრო ნათელი მოსაპენი გახდა. მე ცოტა აი მოგონებების კუთხე რომ მივცეთ ჩვენ საუბარს, თქვენ წერთ თქვენს მოგონებაში ბატონ რეზოზე, რომ ჩვენ ჩავერიცხეთ ჩვენს ცოდნას სამწუხაროდ ცოტა საბჭოთა იდეოლოგიური საფარველი ქონდა, შემოსაზღვრული იყო, იმიტომ ბევრ რამე გაუგებარი იყო. ვინ აგვიხსნიდა, რომ ვეფხისტყაოსნის დასაწყისი პროლოგიდან მიემართებოდა უფალს ღმერთს და ამაზე იყო ლაპარაკი, ხო? ეს როცა ევროკურსზე უკვე უსმენდით ბატონ რეზოს ლექციებს, ხანდახან აი ჩემი აზრს გიზიარებთ, რომ ფიქრობდი, რომ არაფერი არ გვისწავლია პრაქტიკულად. ჯერ კიდევ 86-87 წლებია კი პერესტროიკა ეგრეთ წოდებული დაწყებულია, მაგრამ მაინც არ არის ისე თავისუფლება, მაგრამ აი მის ლექციებს ეს თავისუფლება ყოველთვის ქონდა. აი მინდა რომ თქვენი დამოკიდებულება გავიხსენოთ. 84-ში ჩავირიცხე. უფრო ადრე და წარმოედგინეთ ახლა მე-10 კლასში ჩვენ ლიტერატურად შემოგვასახეს მცირე მიწა და აღორძინება ბრეჟნევის. მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად თაობა ბევრს კითხულობდა, ნამდვილად ჩემი თაობა ბევრს კითხულობდა, მაინც
გარკვეული თვალთახედვით რაღაცა სხვა მიდგომები იყო ლიტერატურის მიმართ, ლიტერატურად მცოდნეობით მიმართება იყო და მზაობა ჩვენი ახალი, ვთქვათ, დარგის შესასწავლად, იმიტომ რომ სტუდენტები მოვედით პირველ კურსზე ყველანი აღფრთოვანებული და რაღაცა დიდის მოლოდინში და ახლის მოლოდინში და ეს ახალი მართლად დაგხვდა, იმიტომ რომ პირველი ლექცია ბატონმა რევაზმა წაგვიკითხა, უნუგეშოდ ბანალური სახელი ერქვა ამ საგანს შესავალი სპეციალობაში. და პირველი ლექციაზე ბატონი რეზო გველაპარაკა სამების დოგმატზე და პეტრიცზე და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საბჭოთა სკოლა გამოვლილი თაობა, რომლისთვისაც რებუსი იყო ფაქტობრივად. კი მივხვდით რომ რაღაცა ძალიან საინტერესოდ გველაპარაკებოდა და გვიხსნიდა, მაგრამ ცხადია ჩვენი თუნდაც თეოლოგიური მზაობა, ელემენტარული თეოლოგიური, ვთქვათ, სარწმუნოებრივი მზაობა არ არსებობდა და შესაბამისად ჩვენ მოგვიხდა, მე მახსენდება რომ პირველივე კურსზე ფაქტობრივად სანამ ჩვენ აგეოგრაფიაზე გადავიდოდით, მანამდე სახარება წაგვაკითხეს ჩვენმა პედაგოგებმა, დაგვამუშავებინეს და ასე შემდგომ, იმიტომ რომ ბაზისი, რომელსაც ეყრდნობა ჰაგეოგრაფიული ლიტერატურა არის და მოდელი, შაბლონი არის სახარება და შესაბამისად ამგვარი, ასე ვთქვათ, ევანგელური ცნობიერების გარეშე და ელემენტარული თეოლოგიური მოცემულობების ცოდნა, გააზრების გარეშე შეუძლებელი არის ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა, იმიტომ რომ ეს არის ლიტერატურა, რომელიც აი ამ ქრისტიანულ კალაპოტში ვითარდება და თვინიერ ქრისტიანული მსოფლმისა სხვა კალაპოტი ჩვენ ლიტერატურასაც ვიძახით მეუნარიათ ცხადია, არც ქონია. ასე რომ ბატონი რევაზი შეგვიძღვა ჩვენ ფაქტობრივად აი იმ უცნობ სამყაროში, რომელსაც ერქვა უბრალოდ ლიტერატურა კი არა, აი ღრმა სულიერების მომცველი დისციპლინა და ერთ-ერთ ჩემს სტატიას სახელად დავარქვი ხელოვანი მენავეთ მოძღვარი ათონელების ცხოვრებიდან არის ეს შესიტყვება და იქ ასია რომ ცხოვრების წუთისოფლის ზღვაში ნავი, ჩვენთან გემი არ არსებობდა ხო, ნავი სიტყვა გვიანდელია, ნავის მესაჭე რომელმაც უნდა გადაგატაროს ეს მორევი წუთისოფლისა, ხო? ეს უნდა იყოს ნამდვილი მოძღვარი და აი ასეთი მოძღვრობა გაგვიწია ჩვენ ბატონმა რევაზმა და მისმა მეგობრებმა. აი ხა ათონელების ამ შესიტყვებაზე ამ სახეებზე როგორც თვითონ თქო და მე მგონია რომ ეს გვაქვს სწორედ ნასწავლი მისგან, იმიტომ რომ ის როგორც ხედავდა ტექსტს და ტექსტში გაბნეულა ამ ძალიან დიდ მარგალიტებს მე არ მინახია სხვა. აი მაგალითად გახსენებთ წმინდანის ცხოვრებიდან მე დღესა დაუღამდები. ამაზე ამბობდა უკვე შეატყობ რომ კარგათაა საქმე. მისი ტერმინოლოგიით უკვე შეატყობ რომ ეს დიდი კულტურაა. ორი ფრაზა ქონდა კეთილად ამოჩემებული ბატონ რევას აგაშენა ღმერთმა, ყველას აშენებას ნატრულობდა, აშენების ყველაზე ფუნდამენტური სულიერი გაგებით და არა რაღაც ამშენებლო არქიტექტურული мотивაციით ცხადია, ან მატერიალური რაიმე ღირსებების დაუნჯებით და მეორე ფრაზა იყო ეს სიკეთეა, ან სიკეთე და ეს განაცხადი, როცა მოეწონებოდა გარკვეული ფრაზა, პიროვნება, ტექსტი, ან მოვლენა, შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი ქონდა. ეს არის სიკეთე, ან სიკეთე და ესეთი ტვიფარი იყო, აი ესე ჯილდოსავით მოგანიჭებდა. ტვიფარი იყო რაღაცა ზე მაღალი ღირებულების რაღაც ჩნდებოდა შენ თვალწინ. პასუხისმგებლობაც მეტი იყო ცხადია, იმიტომ რომ მუდმივად გინდოდა რომ ყოფილიყავი ღირსი მისი შექების. დაკვირვებული იქნებით რომ ხშირად ხდებოდა ლექციაზე რომ საინტერესოდ საუბრობდა და რაღაც აზრი იქვე ებადებოდა. კი, ნამდვილად. ამას შეატყობდით აი ცოტა გაიღიმებდა ამ დროს, დადუმდებოდა და გაიღიმებდა. ეს შეიძლება ყოფილიყო ისეთი აზრი, რომელიც მე რო გაყოლოდი ამის სამეცნიერო კვლევას ძალიან დიდი კვლევა გაგეკეთებინა. ნამდვილად. შემჩნეული ქონდა ჩვენ ყველას ცხადია. განსაკუთრებით კათედრაზე, როცა მოხსენებები უნდა წაეკითხა წლიური. ყოველთვის მოქონდა ფანქრით ნაწერი. მაგრამ არასდროს კითხულობდა, მუდმივად ზეპირად წარმოადგენდა ხოლმე და ხანდახან უმატებდა აი იქვე რომ უჩნდებოდა ექსპრომტად აზრი და იცით რა ის მართლა თქვენ სწორი ბრძანეთ, ისე ეტყობოდა ხოლმე, ისეთი მწყობრი ხდებოდა მისი მეტყველება, ისეთი სისწრაფით აგებდა ამ ლოგიკურ კავშირებს, რომ გაოცება შეიძლებოდა, რომ აი რა სწრაფად შეიძლება თურმე უცბად ახალ რამეს მიაგნო და მართალი ბრძანდებით. ნამდვილად შეიძლებოდა, რომ
ერთი დისერტაცია გამომდნარი იყო დაუშვათ ამ ფიქრისაგან და ისედაც 5 წუთიანი საუბარი მასთან იმდენად ბევრის მომცემი იყო, რომ ნამდვილად ესე იგი მიყურადებული ადამიანი, განსაკუთრებით პროფესიონალი, ისეთ რაღაცას მოინიშნავდა თავისთვის, რომ შესაძლებელია მე უკვე ყოფილიყო ერთგვარად სტიმული უკვე შენი ფიქრისათვის. მაგრამ ეს არ იყო ჩაკეტილი მხოლოდ მის საკვლევ სფეროში. ის დაკავშირებული იყო თანამედროვეებთან. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ წაგვაკითხა ბესიკ ხარანაულის პოეზია. ხოჭის მაშინ იყო ძალიან პოპულარული, არც ისე პოპულარული, მაგრამ ნიკო სამადაშვილი თავისა და ნოდა რადეიშვილი ესეთი პოეტი თუ გახსოვთ, რომელზეც გითხარ, რომ ძალიან კარგი ლექსები აქვს. არ ვლაპარაკობ ბარათაშვილზე და გალაქტიონზე, რომელსაც სულ უყვარდა აი ამ პარალელების გავლება. ამიტომაც იყო მის ლექციებზე, რომ სულ ჭედვა იყო. არა მარტო იმათ, ვისაც უკითხავდა. ხოჭის მინდა გითხრათ, რომ პირველ კურსზე, როცა ბატონ რეზო გიკითხავდა დღის განყოფილებაზე, საღამოს ფილოლოგებს უკითხავდათ გრივერ ფარულა. ჩვენ დღე მოვისმენდით ბატონ რეზოს ლექციაზე, საღამოს მივდივართ გრივერ. ეს იმიტომ კი არა, იქ უფრო მეტი მოგწონდა, აი ეს იყო შევსება. ეს ორი ადამიანი თითქოს ავსებდა ერთმანეთს. ბატონ გრივერის 90 წელს გახდა. ჩემთვის ბატონი რევაზი და ბატონი გრივერი აი დაუწყარი ადამიანები არიან თავიანთი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, სამშობლოსადმი მსახურებით. ბატონი გრივერისა და ბატონი რეზოს მეგობრობა არის ნამდვილად შესაშური მაგალითი. მოგეხსენებათ კონკურენტული სფეროა მეცნიერება. მე მინახავს ბევრი თითქოს და კეთილ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი, რომელიც გარკვეული ირონიულობით ან რაღაცა ვერ შემჩნევის, ვერ ატანის და ასე შემდგომ რაღაც გარკვეულ ტენდენციებს ემორჩილება, ასეთი გულწრფელი აღიარება, ურთიერთაღიარება, ასეთი გულწრფელი სიყვარული და თანამშრომლობა, აი აზრის თვალთახედვით, ფიქრის თვალთახედვით თანაზიარობა ბატონ რევას და ბატონ გრივერს რომ ჰქონდათ, არის იშვიათი შემთხვევა. ბატონი გრივერი არამხოლოდ აი რუსთველური მეგობარი იყო, რუსთველური ყაიდის მეგობარი იყო, ბატონი რეზოსი ურთიერთპატივისცემა, ცოდნა და დაკვირვება ერთმანეთის ნაშრომზე ეს იყო მისაბაძი ნამდვილად ყველა ჩვენგანისათვის და თანამშრომლობის თვალთახედვითაც შეიმჩნევა აი ბოლოს უკვე მაგალითად ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო წმინდანოს ცხოვრების შესწავლას ბატონმა კი ცალკე ვისაუბრებთ ამაზე ბატონმა რეზომ და აი ბატონმა გრივერმა იმ ყველა არგუმენტს რომლებიც არის თავმოყრილი, მომწიფებული, გამოთქმული არა მარტო ლიტერატურავცოდნეობაში, არამედ თქვა წყარუცოდნე ისტორიკოსთა მიერ, ქალბატონი მარიამ ჩხარტიშვილის მიერ და სხვათა და ბატონი რევაზის უაღრესად მნიშვნელოვანი შრომები და თვალსაზრისები და კონცეფციები, რაც მან ჩამოაყალიბა, აი ეს ყოველივე შეამტკიცა ბატონმა გრივერმა თავისი არაჩვეულებრივი ნაშრომით წმინდანოს ცხოვრების რეკონსტრუირებისათვის და მან უკვე ახალი თვალთახედვით, უკვე გვარეობრივ, ჟანრობრივი პრინციპიდან გამომდინარე, შეავსო ბატონი რეზოს თვალთახედვა პირველადობის შესახებ ამ ჩვენი ტექსტის. სმენელისთვის იყოს გასაგები, ჩვენ ახლა ამ საკითხს წამოიჭრა უკვე ისე აუცილებლად მინდა გკითხოთ და ამაზე ვისაუბროთ. წმინდანოს ცხოვრების ადგილი ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში ეს ბატონ რეზოს ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო კვლევის შედეგია. მისი ახალი ადგილი თვლიდა, რომ ნინოს ცხოვრება ეს არის დასაწყისი ქართული მწერლობის. მე მინდა ამაზე მოკლედ ვისაუბროთ, თან მინდა გკითხოთ, რამდენად გაზიარებულია ეს სამეცნიერო. ვიდრე თავად ამ თვალთახედვაზე ჩამოვაგდებთ, სიტყვას უნდა ვთქვათ, რომ ქართულ ლიტერატურაში გამოთქმული იყო რამდენიმე შეხედულება, უბრალოდ ლიტერატურავცოდნეობაში, ქართული ლიტერატურის გენეზისის შესახებ, დასაწყისის შესახებ, რომელი ხსულება შეიძლება ჩაითვალოს პირველადად. მაგალითად გამოთქმულია ჩვენი საერთო მასწავლებელი იყო ბატონი რევაზ ბარამიძე, მისი შეხედულება, რომ ფარნავაზიანი შეიძლება იყოს პირველი ხსულება, ლეონტი მროველი იმეორებს ის ტექსტობრივი თვალთახედვით, სხვათა გიორგი მელიქიშვილიც ამას ვარაუდობდა. ტექსტობრივი თვალთახედვით ცხადია მასალა არ მოგვეპოვება, მაგრამ ვარაუდობდა, რომ შესაძლებელია მან ისარგებლა ან ეს იყო ზეპირი გადმოცემა არსებული და უშუალოდ ქართულ წიაღში და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ფარნავაზიანშია წარმოჩენილი და ტერმინოლოგიური თვალთახედვითაც სვე და იქ ღმერთის იდეამდე არ მაღლდება და უშუალოდ სადა გარკვეული მითოსური სახეები და ასე შემდგომ მას აძლევდა საშუალებას რომ ევარაუდა პირველ თხზულებად არ არის გაზიარებული ქებაი და დიდებაიზეც არის გამოთქმული ეგევე შეხედულება ასევე შუშანიკი ყველა ვიცი და ჩვენ ეს სკოლა გავიარეთ ფაქტობრივად ბოლო დროინდელი იყო ერთ-ერთი ბოლო დროინდელი სკოლა ელყნათა მარტვილობის შესახებ პირველადობის გადაქონდა ესე იგი მესამე-მეოთხე საუკუნეების დასაწყისში უპირატესად თვლიდა ბატონი
ბიძინა ჩოლოყაშვილი არ არის გაზიარებული და რჩება აი ეს შეხედულება, რომ პირველ ტექსტად უნდა მივიჩნიო წმინდანინოს ცხოვრება. რა არის მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყაროები გვაქვს შედარებით გვიანდელი და ბოლო აღმოჩენების, ვთქვათ, სინური აღმოჩენების მიხედვით სინა 48, სინა 50, 48 ძალიან მოკლე არის და 50 შეიძლება ითქვას 50-სა და ხელნაწერებს გულისხმობ, ცხადია, შატბერდულ ვერსიას შორის არის გაცილებით მეტი მსგავსება, თუმცა ქრონოლოგიურ დონეზე, როგორც მაგალითად ზაზა ალექსიძე ფიქრობდა, 30-იანი წლები უნდა იყოს მე-10 საუკუნისა, სინა 50 და 70-იანი წლები არის ცოტა მოგვიანებით ნახევარი საუკუნით, არის შატბერდული ვერსია. დანარჩენი ისე გამოვიდა, რომ მე-10 საუკუნეში, მე-11 საუკუნეში ლეონტი მროველთან, მე-12, მე-13 საუკუნეში გამუდმებით ქართული სამყარო ფიქრობდა წმინდა ნინოზე, ვთქვათ, იგივე გულაბერისის, უკვე კვართის საუფლოისა და სვეტიცხოვლის შესახებ საკითხავი, მით უფრო გამოკვეთს რატომ წმინდა ნინო და ასე შემდეგ, ახლა დეტალებს აქ აღარ ჩავეძიები, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი, ბატონმა რევაზმა დაინახა ტექსტში ძველი და ახლის, ასე ვთქვათ, შეყრის ადგილი. თვითონ ტექსტი როგორც ასეთი. აი ამ შეხვედრის ადგილი მან გამოყო მითოსური სახეები, რომელიც მიმანიშნებელია სწორედ სიძველისა და სხვათა შორის ბატონმა გრივერმა გვარეობრივ ჟანრობრივი პრინციპიდან გამომდინარე, იგივე დასკვნები გამოიტანა, იმიტომ რომ განსახოვნების ლოგიკა არ შეესაბამება ტრადიციული გაგებით ცხოვრების ჟანრის გმირის სახეს, ის გაცილებით უფრო ანტიკურ ეპოსთან და საისტორიო მწერლობასთან ამყარებს კავშირს და შესაბამისად ეს ბატონი გრივერის დასკვნით ეს ხდება იმიტომ, რომ ძალიან ადრე არის შექმნილი და ჯერ კიდევ ჰაგიოგრაფიული შაბლონით ცხოვრების ჟანრისა არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული და ფესვგადგმული ქართულ ლიტერატურაში. ბატონი რევაზის შეხედულებები კონცეფციებად გამოყოფილი, გარკვეულ საკითხებად, პასაჟებად გამოყოფილი, სხვა შორის პასაჟების, გარკვეული პასაჟების პირველადობის თაობაზე ქალბატონი მარიკა ჩხარტიშვილიც, მარიამ ჩხარტიშვილიც მიუთითებდა, ის მოქცევა ის იკვლევდა როგორც წყაროს და ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნები აქვს და ფაქტობრივად ბატონი რევაზი აგრძელებს, ასე ვთქვათ, ოღონდ ლიტერატურათმცოდნის თვალთახედვით და განსახოვნების ლოგიკიდან გამომდინარე და გარკვეული კლიშეები აქვს, თეორიული, ტიპოლოგიური კლიშეები, გარკვეული თვალთახედვით კონცეპტუალური კავშირები, ისეთი კავშირები და ისეთი მიგნებები, რომლებიც საფუძვლად ედება მერე არა მარტო ქართული ლიტერატურის, არამედ ქართული კულტურის განვითარებას ზოგადად. ჩვენ უნდა მოგახსენოთ, რომ 26 წელია სასულიერო აკადემიაში ვასწავლი და ჩვენ ვიწყებთ წმინდა ნინოს ცხოვრებით ქართული ლიტერატურის ისტორიას. კურსის შესწავლას. კურსი დიახ და შემდგომ გადავდივართ მასე. იმიტომ რომ ლოგიკის მიხედვითაც ასეა, როცა ვთქვათ თეოლოგიის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან შედიხარ, ეკლესიის ფუნდამენტი ვისაც ეფუძნება, აი მის შესახებ ლოგიკურიცა რომ ეს ტექსტი შექმნილიყო უფრო უპირატესად და მეთოდოლოგიური თვალთახედვით, პედაგოგიური მიდგომითაც რასაკვირველია ეს უნდა იყოს პირველადი. მეტნაკლებად ჩვენი თაობის ფილოლოგებისათვის და შემდგომ თქვა ჩვენი მოწაფეებისთვისაც ეს საკითხი არ არის უცნობი, მაგრამ ივნისის თვეში დასაწყისში იყო სამივე მეგობრის, ქალბატონი ლაურას, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ბატონი გრივერისა და ბატონი რეზოს საიუბილეო კონფერენცია უნივერსიტეტში და იქ ქეთი სირაძემ დასვა ძალიან საჭირო ბატონი რევაზის ქალიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა დასვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აღმოჩნდა, რომ გარკვეული მოლაპარაკებების თვალთახედვით, ესე იგი, რაღაცა ერთგვარად მოსაგვარებელი თემა ჩნდება. ზოგადად, არა მარტო ფილოლოგიურ სივრცეში, არამედ სახელმწიფოებრივი თვალთახედვითაც. ახლა უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ სექტემბერში უნდა ვიდღესასწავლოთ 1700 წელი ქრისტიანობის დამკვიდრებისა. წმინდა ნინოს 8 წლისა მისი პერსონისა და მის შესახებ არსებული ტექსტის თაობაზე განსაკუთრებული მიდგომა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვმართებს. და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დონეზე დასასმელია ეს საკითხი. ერთია, რასაც ჩვენ მაგალითად ფილოლოგები ვაღიარებთ, მივიჩნევთ, ვასწავლით და ასე შემდგომ, მაგრამ მეორეა, ასე ვთქვათ, ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე ყველა სასწავლებელში, სილაბუსებში იყოს ასახული პირველადობა ამ ტექსტისა. და გარკვეული საკანონმდებლო ორგანოს ჩართვაც იქნება საჭირო, საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, განათლების მესვეურებთან ერთად, რომ ეს საკითხი დაიძრას. იმიტომ რომ მეცნიერება არ არის ლოკალიზებული და ჩაკეტილი რა, მეცნიერება თავისთვის არ ვითარდება. ხო, საზოგადოება უნდა აყვეს და გარკვეული მიდგომები და ცვალებადობა უნდა შეეხოს ჩვენს, ასე ვთქვათ, საზოგადოების ცნობიერებას. ამდენად ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის. ალბათ საჭირო იქნება
სპეციალისტების რაღაც რასაკვირველია, ძველი ქართული მწერლობის ისტორიის ახალი კურსი, სახელმძღვანელო. ხო, სახელმძღვანელოს პრობლემა დგას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ორტომეული ბატონი კორნელი კეკელიძისა და მართლაც ესე იგი ჩვენ ყველანი დიდი პატივისცემით ვეყნობით მას, მეცნიერება განვითარებადი ფენომენია და არ შეიძლება ვთქვათ 70 და 80 წლის წინ და 90 წლის წინ დაწერილით ვიხემძღვანელოთ მხოლოდ ჩვენ რასაკვირველია ვეყრდნობით, მაგრამ მთელი რიგი ასე ვთქვათ საკითხები არის ზოგი გადასინჯული, ზოგი სხვანაირი აქცენტით არის წარმოდგენილი. ამდენად ნამდვილად დგას დღის ეს რიგში გარკვეული თვალთახედვით კონცეპტუალურად ჩამოყალიბება ახალი მიდგომებისა, რომ არ ჩამოვრჩეთ უბრალოდ დროს და აი სრულყოფილებით წარმოვაჩინოთ ეს ფენომენი. აქვე ამას მივაბა მეორე საკითხსაც, მე მგონი ძალიან კონცეპტუალურადაც ეხება, ეს არის ბატონ რეზოს 90-იან წლებში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ჩვეულებისამებრ მამულისას სვლას ეხება, ეს აბოთბილელიდან. მოიხსენებათ, რომ ამ საკითხს ადრე იოან ჯავხიშვილმა მიაქცია ყურადღება, მაგრამ ბატონმა რეზომ ამ საკითხის გაშლას მისცა სხვა ძალა, სხვა მნიშვნელობა. ის ამბობდა, რომ ეს სიტყვები გულისხმობენ, რომ ყველა ერთს თავისი ისტორიული გზა და კვალი აქვს და იგულისხმება ის, რომ ქართველთა მიერ გააზრებული უნდა იყოს თავისი სამშობლოს ცხოვრების ტრადიციული წესი და ეს დრო მოითხოვს განჟას და ამ დროს სიბრძნეთა მონოპოლიზება მოაქვს და დიალოგია საჭირო როგორც აზროვნების წესი. დიახ, ნამდვილად და იცით რა ეს ძალიან აქტუალურია ეს კი ბატონო, იმიტომ რომ იცით რა, ჰაგეოგრაფიას ერთგვარად რაღაცნაირად რეგლამენტირებული თვალთახედვით აღიქვამდნენ ძველათაც ბევრი ვთქვათ ისე ვთქვათ არაპროფესიონალი ასე უყურებს. წინამძღოლში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი, უამრავი ელემენტის მომცველი და განშორება ასე ვთქვათ ქვეყნის ისტორიული ხაზის, მაგისტრალური ხაზისაგან განშორება აი ამ მემკვიდრეობისა ყოვლა დაუშვებელია. ბატონმა რევაზმა აი მაგ სტატიაში მიანიშნა სწორედ ის საფუძვლები, რომელსაც ქართული სახელმწიფო დაეყრდნო მერე და ეს ყოველივე მომწიფდა, ასე ვთქვათ, რელიგიურ წიაღში, მონასტრულ ყოფიერებაში და ახალი სამშობლო ზიება დაიწყო ქართველმა. გრიგოლ ხანძთელის ამ ქარიზმატული, საოცრად გამორჩეული წმინდა მამის მეშვეობით და თუ კი ვინმე არის ქართულ სინამდვილეში, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ სასულიერო თვალთახედვით ვამბობ, პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც დაეფუძნა ახალი სამყარო, ახალი ქართული სახელმწიფო, გრიგოლ ხანძთელი გახლდათ და მის მხრებზე დგას შემდგომ აღმაშენებელი. აი ეს ხაზი რაღაცა ახალი ქართლის მოძიების, ახალი რეალობის წარმოჩენის და თვისებრივად ახალი სახელმწიფოს მშენებლობის ხაზი წარმოაჩინა ბატონმა რევაზმა. არა მარტო იმ ლიტერატურავცოდნეობითი თვალთახედვით ამ ტექსტის შესწავლით, იმიტომ რომ გამორჩეული ტექსტია ყოველ მხრივ. არქიტექტონიკის თვალთახედვით, კონცეპტუალური თვალთახედვით, პოლიჟანრულობის თვალთახედვით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, ასეთი მრავალმხრივი, ასე ვთქვათ, ჟანრულობა ჰაგეოგრაფიას თვითონ ახასიათებს, გარკვეული პოლიჟანრულობა და გარკვეული სინკრეტიზმი, ვთქვათ, ისტორიული ნაკადი აქ აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი არის დოკუმენტური და გამონაგონი არ გახლავთ. გარკვეული ჰომილეტიკურობა ახასიათებს ჰაგეოგრაფიას, იმიტომ რომ ქადაგება ხდება სწორედ ამ წმინდანთა მეშვეობით, მაგრამ აი ის ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რაც ბატონმა რევაზმა დაძებნა, წარმოაჩინა ამ ტექსტის მიხედვით, არის საოცრად გამორჩეული და მნიშვნელოვანი ყველასათვის. გადაცემა ბოლოსკენ მიდის, ბოლო შეკითხვა მექნება, მე მინდა ესეთი რამ მკითხოთ. ბოლო წლების განმავლობაში მე აღარ ვიცი, როცა უნივერსიტეტში ეს რეფორმები მოხდა და აიხურა რუსთაველის კაბინეტი, გაუქმდა კათედრები, მათ შორის მე მგონი ის ლაბორატორია, რომელსაც უკვე კათედრად იყო გადაკეთებული, რომელსაც ბატონი რევაზი ხელმძღვანელობდა. ის უკვე სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობდა, უნივერსიტეტში ბოლომდე იყო. როგორ იყო მისი დამოკიდებულება აი ამ პროცესებისადმი? ზოგადად ალბათ არ შეუწყვეტია კვლევითი მუშაობა და პედაგოგიური საქმიანობა. აი ამ ეს წლები რო გაიხსენოთ. ბოლო წლები იყო ნამდვილად კივნეული ბატონი რევაზისათვის და არა მხოლოდ ბატონი რევაზისათვის, მთელი იმ პლეიადისათვის, ჩვენი მასწავლებლების თაობა რომ ქვია, იმიტომ რომ რეფორმები, რომლებიც უნივერსიტეტში დაიწყო, სამწუხაროდ შესაძლებელია ისე არ წარიმართა, როგორც იქნებოდა ეთიკური თუნდაც, არა მხოლოდ კონცეპტუალურად გათვლილი, არამედ ეთიკური. რუსთაველის კაბინეტი, რომელიც იყო იმავდროულად ძველი ქართული ლიტერატურის კათედრა
დაიხურა, კაბინეტები დაიხურა უნივერსიტეტში, ქრისტიანული კვლევის ლაბორატორია მე გადაკეთებული კათედრად. მე ამაყება ნამდვილად, რომ მე ახლა საჯაროდ პირველად ვამბობ, რომ მაგ ლაბორატორიის შექმნაში ერთგვარი წილი მიმიძღვის, იმიტომ რომ მე მივედი და ვთხოვე მინისტრს გარკვეული თვალთახედვით ჩემი მეგობრების მხარდაჭერით რაღაც გვინდოდა რაღაცის გაკეთება და უცბად ესე იგი მინისტრი ენუქიძე იყო მაშინ და ენუქიძესთან საუბარში უცბად გამოიკვეთა, რომ ისი ჩვენაირად ფიქრობდა და ბარემ ლაბორატორიაო და 13 შტატი მოვიტანე და მაშინ მე მკითხავ, რომ ვინ გინდათ ხელმძღვანელად და ცხადია უთხარი ბატონი რევაზიძე და ბატონი რევაზი დაიბარეს უკვე გამზადებული იყო. ხო, ბატონმა რევაზმა თავისი დიდი მოღვაწეობა და სხვა შორის შინაგანად ყოველთვის მადლიერი იყო, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ყოველთვის ყველას მიმართ ჰქონდა მადლიერება და თუ კი რამე მარცვალი პოზიტიური შეინიშნებოდა ადამიანში არ უკარგავდა და რაღაცა თანატოლად გთვლიდა და ეს იყო ისეთი რაღაცა გულის ამაჩუყებელი იმავდროულად. ბატონმა რევაზმა თავისი კეთილი მოღვაწეობით, თავისი დიდი მასშტაბით შეძლო კათედრად გარდაქმნა ეს ლაბორატორია, რომელიც ჩვენთვის ახლა ბავშვური რაღაცა სტუდენტური და ასე შემდგომ მასშტაბის იყო მხოლოდ და მან აქცია ეს კერად და აი სამწუხაროდ მიყვა დანარჩენ იმასაც. მე როდესაც პროტესტი დაიწყო უნივერსიტეტში, რასაკვირველია ბატონი რევაზი იყო იმ ხელის მომწერთა და რეფორმის კრიტიკოსთა რიგში. სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა აქედან და სხვათა შორის მხოლოდ პატრიარქის თხოვნით დაბრუნდნენ ბატონი რევაზი და ბატონი გრივერი უნივერსიტეტში. არ დატოვოთ უნივერსიტეტიო, უწმინდესმა პატრიარქმა ასე სთხოვა მათ. პარალელურად რასაკვირველია ბატონი გრივერიც და ბატონი რევაზიც მუშაობდნენ სასულიერო აკადემიაში და თქვენ უნდა გენახათ თეოლოგების დამოკიდებულება, თეოლოგის სტუდენტების დამოკიდებულება როგორი იყო, იმიტომ რომ ხელოვნებად აქცევდა მეცნიერულ აზრს და პოეზიად აქცევდა და ღვთისმეტყველება იყო არა საშუალება მისთვის, არამედ სამყაროს გააზრების ფორმა და სწორედ იმ სივრცეში, სასულიერო აკადემიის სივრცეში ის ძალიან ლაღად გრძნობდა თავს, როგორც ლიტერატურათმცოდნე, როგორც ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი და პედაგოგი და თეოლოგი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. რაღაცნაირად ჩემს ვალად ვთვლიდი, რომ რამდენიმე სიტყვა გვეთქვა და გაგვეხსენებინა ბატონი რეზო. ძალიან მიხარია გაცემის დასაწყისში გითხარით, რომ სოციალურ ქსელში ვადევნებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგთა კლუბის გვერდს, რომელიც აი ეს თაობა, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ძალიან პატივს ცემენ ბატონ რეზოს, ბატონ გრივერს და აი ამ თაობის სხვა მეცნიერებს. ეს მართლა ძალიან კარგია. ეს პატივისცემა ალბათ დარწმუნებულია. სკოლა შექმნეს, მათ შექმნეს სკოლა. უპირველესად ალბათ გამოხატულია მათი ნაშრომებისადმი პატივისცემაში და იყენებენ მას რომ მოწაფეთა მოწაფეობა გრძელდება. მარადიული ამბავია. ეს ძალიან სასიამოვნოა პირველ რიგში. მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ჩვენ მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ბატონ რევაზიძის შესახებ, ცნობილი ქართველი მეცნიერის, ძველი ქართული მწერლობის მკვლევრის, რომლის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა წელს. ჩვენი სტუმარი გახლდათ ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან გვაზავა. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. ილია თალბერიძის საავტორო გადაცემა. რადიო კალენდარი.